საქმე საღამოს საფონდო ბირჟებზე საუბრით ვაგრძელებთ და პირველ რიგში განვლილი კვირის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც საფონდო ბირჟებისათვის დიდად გამორჩეული და საინტერესო და სახარბიელო არ ყოფილა, რადგანაც საშუალოდ 1.5 პროცენტიანი კორექცია ვიხილეთ ძირითად ინდექსებთან მიმართებით და სამწუხაროდ დღევანდელ სავაჭრო სესიაზეც, როგორც ხედავთ, Wall-Street-ის საფონდო ბირჟაზე არის ნეგატიური განწყობა. კლება გვაქვს ყველა ძირითად ინდექსთან მიმართებით, ამ შემთხვევაში S&P 500-თან კლების მაჩვენებელი არის -0.42%, ანალოგიური შედეგი აქვს დაახლოებით. Dow Jones-ის ინდექსთანაც ხოლო NASDAQ-ის შემთხვევაში კორექცია შეადგენს 0.77%. საერთო ჯამში ინვესტორების განწყობა არის გაუარესებული, რაც უკავშირდება ამერიკის საგარეო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, შეხედულებებს, მათ შორის რა თქმა უნდა, სავაჭრო ომის გამწვავებას, პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას და მათ შორის იმ ყველაფერს, რაც მოხდა ვაშინგტონში, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ტრამპისა და ზელენსკის შელაპარაკებაზე, რომელშიც JD Vance-იც მონაწილეობდა და რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ეს მოვლენა, რა თქმა უნდა, ინვესტორებმა მიიღეს ნეგატიურად და ამ ყველაფრის ფონზე დაგროვილი რისკების გათვალისწინებით საფონდო ბირჟაზე ვხედავთ დაღმასვლას, რაც სავარაუდოდ იქამდე გაგრძელდება, სანამ არ გამოჩნდება რეალურად სტაბილური განვითარების პერსპექტივა, რომელიც არის პრინციპში დამოკიდებული სწორედ ომის დასრულებაზე, უკრაინასა და ამერიკას შორის შეთანხმების მიღწევაზე და მათ შორის უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე. სანამ ეს ყველაფერი მოხდება, მანამდე სავარაუდოდ საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მაღალ მერყეობას ვიხილავთ. ამერიკიდან გადავინაცვლოთ ევროპაში, სადაც ინვესტორების განწყობა არის შედარებით პოზიტიური, როგორც ჩანს ევროპაში, უფრო ოპტიმისტურად უყურებენ მიმდინარე მოვლენებს და ამ ყველაფრის ფონზე 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია, როგორც ხედავთ, 1.31%-ით არის. გაზრდილი პოზიტიური შედეგი აქვს Nikkei-ის ინდექსსაც, აქ არის მატება 1.79%, შანხაის ინდექსთან კი მცირედი კორექცია გვაქვს 0.12%-ის ფარგლებში. გადავინაცვლოთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ამ წუთებში ნავთობი არის გაიაფებული საშუალოდ 0.5%-ით, როგორც ხედავთ, ერთკვირიან პერიოდში ვარდნა ლამის 3%-ია და ამ ეტაპზე ბრენტის ფასი $72.5 შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი არის $69.5 ფარგლებში. ასევე იკლო რუსული ნავთობის ფასმა 3%-ზე მეტი არის დღის განმავლობაში კლება და $65.5 შეადგენს ურალის ფასი, როგორც ხედავთ ამჟამად ბირჟაზე, რაც არის ერთ თვეში ლამის 7%-ით გაიაფებული მაჩვენებელი. ასევე ერთვიან პერიოდში საკმაოდ მკვეთრად არის გაიფებული ბუნებრივი აირიც, უფრო კონკრეტულად 15%-ით ევროპის მასშტაბით და ამჟამად მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება შეადგენს 45 ევროს. აქვე გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე უნდა ვისაუბროთ ოქროზეც, რომელსაც ასეთ დროს როგორც წესი ძალიან კარგი შედეგები აქვს, გამონაკლისი არც დღევანდელი დღე არ ყოფილა და როგორც ხედავთ, მატება არის 1.25% და ოქროს ღირებულება ამჟამად უნციაზე შეადგენს $2,892. ლამის $36 გაძვირდა ოქრო დღევანდელ სავაჭრო სესიაზე. საერთო ჯამში ერთ წლიან პერიოდში ოქროს გაძვირება არის 36%, ხოლო ერთ წლის შემთხვევაში ზრდა არის 33%-ის ფარგლებში. კრიპტოინდუსტრიაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც დღეს და ბოლო 24 საათის განმავლობაში აქვს შესანიშნავი შედეგები. ბაზრის საერთო შეფასება 6%-ზე მეტით არის გაზრდილი და ის ამჟამად შეადგენს $3.160 მილიარდ. ბიტკოინის ფასი, როგორც ხედავთ, 99,900-ია, ეთერიუმი კი დაახლოებით $2,300 ფარგლებში. საერთო ჯამში ბოლო 24 საათის განმავლობაში, როგორც გითხარით, ბაზრის შეფასება მკვეთრად გაიზარდა, რაც უკავშირდება დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ რეზერვში აღმოჩნდება 5 კრიპტოაქტივი, მათ შორის იქნება, რა თქმა უნდა, ბიტკოინი და ეთერიუმი, მაგრამ ასევე დასახავდა 3 ახალი კანდიდატი. ერთ-ერთი არის XRP, ასევე არის Solana და Cardano. ყოველი მათგანის ღირებულება კვირის ჭრილში არის საკმაოდ მკვეთრად გაზრდილი, თუმცა რა თქმა უნდა ეს ჯერაც მოლოდინებია, სანამ რეზერვი შეიქმნება, სანამ რეზერვში ამ აქტივების ყიდვა დაიწყება, იქამდე ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, მაგრამ ხედავთ, რომ ამ 5 კრიპტოაქტივთან მიმართებით ინვესტორების და მარეგულირებლების განწყობა არის რადიკალურად შეცვლილი, ვინაიდან ახლა უკვე ვაშინგტონის მხრიდან ამ კრიპტოაქტივებს აქვთ მწვანე შუქი. გადავინაცვლოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი, საქართველოს ბანკს დღესაც პოზიტიური შედეგი აქვს, მატება არის 0.38%. TBC-ის შემთხვევაში გვაქვს მცირედი კლება, საშუალოდ 1%-ის ფარგლებში, მაგრამ მაინც თუ კი გრძელვადიან პერსპექტივას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ TBC-ის ბოლო პერიოდში აქვს ფენომენალური შედეგები, ეს ყველაფერი კი არის დაკავშირებული კომპანიის მიერ გასაჯეროებულ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებასა და რომელმაც
მარტივად რომ ვთქვათ, ყველანაირ მოლოდინებს გადააჭარბა და ამ ყველაფრის ფონზე კომპანიის კაპიტალიზაცია დამსახურებულად არის გაზრდილი რეკორდულ ნიშნულამდე. აქვე ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ბოლო პერიოდში აქვს სიმყარე დოლართან და ევროსთან მიმართებით. დოლართან კურსი ამჟამად არის 2.79, ევროს კურსი არის 2.90, ხოლო სტერლინგის გასული კურსი 3.51-ია და ბოლოს ურიდეთ სიტყვა ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight არის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად სტანდარტულად ამ ეტაპზე 8.3% შეადგენს, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%-საც კი. მართალია ეს არის წლიური სარგებელი, მაგრამ ის თქვენ კი არ იწყებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო მიღებული თანხის გატანა, მისი მოცულობის გაზრდა ან შემცირება თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია.